ვარდების რევოლუციიდან მალევე მიხეილ სააკაშვილმა სისხლის სამართლის კანონმდებლობიდან გააქრო ცილისწამების ცნება და ის დღესაც არ არის სისხლის სამართლის სისტემის ნაწილი. როცა ჩვენი კომისია მუშაობდა ბოლო თვეების განმავლობაში, გამოიკვეთა, რომ მას ეს არამხოლოდ იმისთვის ჭირდებოდა, რომ ადამიანები ისეთებად შეერაცხა, როგორებათაც ის ჩათვლიდა საჭიროდ, არამედ მაგალითისთვის ყველა ის ადამიანი, ვინც უსასტიკეთსად მოკლეს, ამ ყოველივეს თანძდებდა ყოველთვის ცილისწამება, მაგალითად სერგო თეთრაძისთვის დაბრალება იმის, რომ ჯაშუშია. პატა ქარდავასთვის დაბრალება იმისა, რომ ქვეყანას უღალატა და სხვასთან ითანამშრომლა. იგივე დათო ცინდელიანის და სხვების შემთხვევაში. ამიტომ ეს ჩამოყალიბდა მაშინ მოდელად სწორედ იმის წყალობით, რომ მან წინსწრებად გააუქმა დამსჯელი ნორმა. ჩვენ ალბათ მომავალში კარგი იქნება ვიფიქრობთ, რომ სისხლის სამართლის მატერიალურ კოდექსში თუ ამაზე შევთანხმდებით, რა საკვირველია, ცილისწამება დამამძიმებელ გარემოებად მაინც იქნეს მიჩნეული, დღეს ამას არ ვიხილავთ, მაგრამ მინდოდა მეთქვა.